მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება საინტერესო გაშლა, რომელსაც ქვია კელტური ჯვარი. კელტური ჯვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კლასიკური გაშლა არის. კელტური ჯვარი არასდროს ამ გაშლით უბრალოდ არასდროს არ გამიკეთებია საჯარო YouTube-ისთვის გაშლა და გადავწყვიტე დღეს გავაკეთო და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს გაშლა და ყველა გაშლა, რასაც ვაკეთებ, არის ზოგადი და საჯარო. ყველა გაშლა ასევე, რასაც მე ვტვირთავ, რასაც ვდებ ჩემს არხზე, იცოდეთ, რომ არის ინდივიდუალურად შექმნილი. ანუ მე შევქმენი, არ არის რაღაციდან მოტანილი და აღებული. ჩემი გაშლებია საავტორო, რომელიც მხოლოდ YouTube-ისთვის და საჯარო გაშლებისთვის იქმნება და პრინციპში მარტო საჯარო გაშლებისთვის არა ყოფილა, რომ ინდივიდუალური გაშლაც გაგვიკეთებია, იმ დონემდე კარგი გაშლა ყოფილა. ასე რომ, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ და ბევრი თქვენგანი გრძნობს კიდეც ამას, რომ ეს ძალიან უნიკალური გაშლებია და ჩემი შექმნილია და ჩემი ენერგია არის შეგნით ჩადებული. ასევე დიდი მადლობა ყველას, ვინც აქტიურობს, ალაიქებს, აკომენტარებს, იწერს ჩემს არხს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ თქვენი დახმარებით და თქვენს მეშვეობით ჩემი არხი უფრო იზრდება და უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს, რომ ჩემი ხმა უფრო ბევრ ადამიანებამდე მივიტანო, უფრო ბევრ ადამიანებამდე მიაღწიოს ამ ინფორმაციამ და შესაძლოა ვიღაცებს ძალიან დაეხმაროთ. ასე რომ რატომაც არა, ხო? ვისაც გაქვთ სურვილი, ვისაც გაინტერესებთ ინდივიდუალური ტარო სესიის გაკეთება, ასევე ბედის მატრიცის დიაგნოსტიკა, ანალიზი, ინტერპრეტირება, ხო? ეს ყოველივე შეგიძლიათ მიიღოთ ჩემთან სესიებზე. თუ როგორ ჩაეწეროთ, რა არის ფასი, პირობები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი შეგიძლიათ მომწეროთ და გამოგიგზავნით სრულ ინფორმაციას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის ახლა ყურადღება, ვისაც აინტერესებს აკაშის ქრონიკებიდან სრული ინფორმაციის მიღება, ან უბრალოდ ზოგადად უფრო სწორი ნათქვამი იქნება, სრული კი არა და არამედ ინფორმაციის მიღება, ხო, რაღაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ან თქვენ თავთან დაკავშირებით, თქვენ ცხოვრებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მიმართოს ჩემ კოლეგას სოფოს, რომელიც აი კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობს, ასევე ფსიქოლოგია და იოგა ტრენერიც. დინებას გვერდზე შეგიძლიათ მიწეროთ მას, ამ ინსტაგრამსაც დავურთავ ამ ვიდეოს აღწერაში. ასევე შეგიძლიათ ჩემს ინსტაგრამ გვერდიდანაც იპოვოთ დინება პროექტი და იქაც შეგვეხვინანოთ. მიკროფონი გავიკეთე, მაგრამ იმედია, რავი, შევამოწმე და წესით კარგად უნდა ისმოდეს ხმა. უბრალოდ ცოტა ისეთი ზედამაცვია არაკომფორტულია. ხო, ეს რაც მინდოდა მეთქვა, ასევე აუცილებლად სურვილისამებრ დატოვეთ, გამიზიარეთ თქვენი უკავშირი, რას ფიქრობთ გაშლასთან დაკავშირებით, როგორ რეზონირებს, ხო? და რა თქმა უნდა, გამოიწერეთ ჩემი არხი, ვისაც ჯერ კიდევ ეს არ გაგიკეთებიათ. კარგი, დავიწყოთ გაშლა. დღეს სიგნიფიკაცია არ იქნება. დღეს იქნება ცოტა სხვაგვარად, ვითარება. გთხოვთ, რომ ფოკუსირდეთ საკუთარ თავზე, დასაწყისისთვის, ხო? მოდუნდით ყველაფერი, ნეგატიური ფიქრები, ნებისმიერი სახის ფიქრები თქვენ გონებიდან მიდის. და თქვენ გრძნობთ აბსოლუტური სიმშვიდეს, სიჩუმეს, თავს დაცულად გრძნობთ. ახლა გთხოვთ, რომ ფოკუსირდეთ კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ხო, ჯერ შეგიძლიათ ბუნებრივად აირჩიოთ, რა იქნება ეს კონკრეტული კითხვა ან სიტუაცია, ხო? ეხება ეს თქვენ სასიყვარულო სფეროს, ფინანსებს, ზოგადად ცხოვრებას, თუ რას. თქვენი არჩევანია. ფოკუსირდით კონკრეტულად იმ საკითხზე, რასთან დაკავშირებითაც გინდათ დღევანდელი გაშლის მოსმენა.
და დავიწყოთ. თქვენი სიგნიფიკაცია დღეს არ იქნება, მაგრამ ახლა მე გავაკეთებ ზოგად სიგნიფიკაციას იმ საკითხის, თუ რაც ჩაიფიქრეთ. ბუნებრივია, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ჩემ გაშლებს, შესაბამისად, ბევრმა შესაძლოა საერთოდ სხვადასხვა რაღაც ჩაიფიქროს, მაგრამ ზოგადად ვნახოთ, მიმოვიხილოთ, როგორი ენერგიებია, ხო? რა ვითარებაა, რა კონკრეტულად ან ზოგადად მაინც რა საკითხი ჩაიფიქრეთ, ხო? ეს დაგეხმარებათ, რომ მიხვდეთ, რეზონირებს, მოდის თქვენთან ახლოს ეს გაშლა, თუ თქვენ ამ ნაკადში არ ახართ და რაღაც უფრო მეტად სხვა გაშლა შეგიძლიათ უყუროთ და ნახოთ. კარგი, დავიწყოთ. სიტუაცია, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ ახლა, ხო? სიგნიფიკაცია ზოგადად ამ სიტუაციის, რომ მივხვდეთ, თქვენია ეს გაშლა, თუ არ არის თქვენი, ხო? წმინდათ ამისთვის. კარგი, ნახოთ. საინტერესო სიტუაცია და ვითარება არის აქ. ანუ ბევრთან აქ რაღაც ისეთი სიტუაცია, რამაც მძიმედ იმოქმედა თქვენზე. მძიმედ, აი ვიტყოდი, მძიმედ დაარტყა თქვენში, თქვენს შინაგან სამყაროს მძიმედ დაარტყა ამ ვითარებამ. თქვენს გარემოზეც იმოქმედა, თქვენს ცხოვრების ხარისხზე შესაძლოა იმოქმედა. ვიღაცასთან შესაძლოა ფინანსებს შეეხო, ხო, რაღაც ფინანსურ მატერიალურ საკითხს შეეხო. ვიღაცასთან ზოგადად ურთიერთობებს და ურთიერთობას შეეხო, ნდობას, გახსნას. ის, რაც აქამდე სტაბილური იყო, დაიმსხვრა. ის, რასაც ველოდებოდი და ვეძებდი, არ გაამართლა იმედები, ხო, რაღაც და მთავარი აქ რაც იკვეთება, უცაბედობა, მოულოდნელობა, თითქოს მე რაღაც კომფორტულად ჩემთვის ვიჯექი, რაღაცებს ველოდებოდი, მაგრამ ბევრ რაღაცას არ ვამჩნევდი, ან ვერ ვამჩნევდი და შესაბამისად შემდეგ უკვე მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო და ამან დამაბნია, ამან ჩამაგდო გაურკვევლობაში. ბევრი რამე ხა არ ვიცი, ბევრი რამ გაურკვეველია, ვეძებ პასუხებს, რა არის შემდეგი, ან რა იქნება შემდეგი ამ სიტუაციაში, ან რა მოვიმოქმედო, ან რა ბიჭი გადავდგა, ხო? აი, რაღაც ასეთია. მესმის, რომ ახლა ძალიან გლობალურად შესაძლოა ვსაუბრობდე, მაგრამ აი, ეს არის ის ზოგადი ინფორმაცია, რასაც მე ახლა ვგრძნობ და რაც მე მომდის, ხო? თუ რეზონირებს, რაც მე ახლა ვთქვი, ესე იგი თქვენია ეს გაშლა, ერთ ნაკადში ვიმყოფებით და აგრძელებთ მოსმენას, ხო? გადავიდეთ უკვე უშუალოდ ჩვენ თვითონ იმ კონკრეტულ საკითხზე, რაც თქვენ ჩაიფიქრეთ და გთხოვთ, რომ კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ საკითხს, კიდევ ერთხელ ფოკუსირდით ამ საკითხზე და დავიწყოთ. ამ საკითხის ან კონკრეტული სიტუაციის წარსული, ხო? ამ საკითხის ან სიტუაციის ახლანდელი სიტუაცია და სავარაუდო მომავალი ამ საკითხის. ასევე რა იყო მიზეზი იმისი, რომ ეს ყველაფერი მოხდა. და აქ დავდოთ რჩევა. აქ არ ჩანს. მაგრამ ესე გავაკეთებ. ცოტა სხვანაირად უნდა გამეკეთებინა. და გადავწყვიტე გაშლის ცვლილებისას ასე გამეკეთებინა, ასე რომ ხო. აქ არ ჩანს ახლა ამის ფორმა, იმიტომ რომ ქვემოთ მიდევს კარტები. კარგი, ვნახოთ თვითონ წარსული ამ სიტუაციის, ან კონკრეტული მოვლენის, რაც ჩაიფიქრეთ, ხო? წარსული აქ არ ვიცი, ვინ რა ჩაიფიქრა კიდევ ერთხელ, რადგანაც ზოგადია ეს ყველაფერი, მაგრამ წარსულში ეს რაღაც ისეთია, რაც აი რამაც დაგაგდოთ. შესაძლოა ეს ისეთი ურთიერთობა, რაც უკვე წარსულიდან მოგყვებათ. აქ მინდა ხაზი გავუსვა, შესაძლოა ეს სიტუაცია თქვენ აი ინკარნაციებს შევეხო და გითხრათ, რომ ეს სიტუაცია მხოლოდ ამ ცხოვრებაში შესაძლოა არ მეორდება, არამედ თქვენ
წინა ინკარნაციაში შესაძლოა მეორდებოდა, ან იქედან გადმოვიდა აქეთ, ხო? შესაძლოა თქვენ სულს რაღაც დარჩა, აი როგორ თქვა, ამ გაკვეთილთან, ამ სიტუაციასთან დაკავშირებით რაღაც დარჩა დაუხურავი, რაც აი ახლა ამ ცხოვრებაშიც გადმოვიდა, ხო? ამასაც ხას გავუსვა, იმიტომ რომ ბევრისთვის შესაძლოა ეს ძალიან აქტუალური იყოს. ისეთი ასევე თვითონ ისეთი სიტუაციაა ეს, რამაც აი ძალიან ბევრი დანაკარგი განეცადეთ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. თუ ურთიერთობას ეხება, ეს ურთიერთობა რომ დასრულდა და ძალიან მწარე იყო და აი არ ვიცი, ისეთი სიტუაციაა ეს, რომ აი მე მთელი ძალა გჭირდება, მთელი რესურსი გჭირდება, რომ ხელახლა აღდგე. აი მეტი რომ არ არის, ხო? მეტი ვარესი რაღა უნდა იყოსო ადამიანი, რომ იტყვის, აი რაღაც ასეთი წარსული ქონდა ამ სიტუაციას. ძალიან მძიმე სიტუაცია იყო თქვენთვის და ზოგადად სიტუაციაც, ხო? კიდევ ჩვენი მაყურებლის მსმენელის მიერ ჩაფიქრებული სიტუაციის მოვლენის წარსული გვაჩვენეთ, აბა. და ისევ ათიანი, ხო? ანუ აქ ბევრ ინტერპრეტაციას შემოგთავაზებთ. აქ შესაძლოა ვიღაც იმყოფებოდა ურთიერთობაში. ყველაფერი კარგად იყო, შესაძლოა ვიღაცას ოჯახიც ჰქონდა ამ ადამიანთან. ან თქვენ იყავით იმ პოზიციებში, რომ აი ყველაფერი კარგად იყო, ზომიერება, ყველაფერი კარგად არის. მაგრამ აქ უცაბედად მოხდა ის, რაც მოხდა, ხო? სამართლიანობის არკანი. აქ უცებ შეიცვალა ყველაფერი, შესაძლოა კი არა ბუნებრივია, ისე რაღაც არ წავიდა, როგორც უნდა წასულიყო, მაგალითად თქვენ როგორც გინდოდა და როგორც გეგმავდით, ხო? არ წავიდა ისე. შესაძლოა არ წასულიყო, იმიტომ რომ თქვენ გააკეთეთ რაღაც ისეთი, რაც შესაძლოა სამყაროს მიერ კანონებს არ ღვევდა, ესეც შესაძლოა იყოს აქ, ან უბრალოდ თქვენ არ შეხედეთ რაღაც გარკვეულ მომენტებს, სადაც იყო მინიშნებები იმისი, თუ როგორ წარიმართება ეს სიტუაცია, ან უბრალოდ იყო მესიჯები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვიქცეთ, მაგრამ ჩვენ ვამჯობინეთ, რომ თვალები დაგვეხუჭა, ჩვენ ვამჯობინეთ, რომ არ შეგვეხედა, ხო? ჩვენ ვამჯობინეთ, რომ რაღაც ისე გაგვეკეთებინა, რაც გავაკეთეთ იდეაში, მაგრამ ამან ძალიან იმოქმედა ჩვენზე და სიტუაციასაც. ესე იგი, აქ შემიძლია ვთქვა, რომ აი ამ სიტუაციაში იყოთ გაკვეთილი თქვენთვის. კი, ხმლების მეფე. აქ ვიღაცასთან შესაძლოა პიროვნებაც იყოს, ვინც პიროვნება ჩაიფიქრეთ და ურთიერთობები. ვერ გამოვაჩინე, ესე იგი, ეს შუქისიანებს ხმლების მეფე, ხო? კი, კონკრეტულ აი პიროვნება, ვინც ჩაიფიქრა, განსაკუთრებით პირდაპირ ჯდება აქ. კონკრეტულად ის ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ, ან ის ადამიანი, ვინც იყო ამ სიტუაციაში თქვენს გარდა, ზუსტად თქვენი გაკვეთილი იყო. თუ ადამიანი არ ჩაგიფიქრებიათ და ურთიერთობა არ ჩაგიფიქრებიათ, კი, ამ სიტუაციაში იყო თქვენი გაკვეთილი. თქვენთვის იყო გაკვეთილი, რომ თქვენ უფრო მეტად აუჩქარებლად გემოქმედათ სამომავლოდ, უფრო მეტად დაკვირვებულები ყოფილიყავით, უფრო მეტად განვითარებულიყავით, უფრო მეტად დაგეცვათ თქვენი პირადი ინტერესები, თქვენი ენერგოსივრცე, უფრო მეტად აი როგორ თქვა, ყურადღებით ყოფილიყავით და შორს მჭვრეტელად, ასე რომ ვთქვათ, ხო, სამომავლოდ. აი, რაღაც ასეთი სიტუაცია არის აქ, რაც თქვენ ჩაიფიქრეთ და წარმოადგენს თქვენს მიერ ჩაფიქრებული სიტუაციის, ან მოვლენის წარსულს, ხო? კარგი, კიდევ შეგვიძლია მიმოვეხილოთ, მოდით, კიდევ ამ სიტუაციის წარსული, თქვენ რაც ჩაიფიქრეთ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან უცაბედად შესაძლოა დასრულებულიყო, ან განვითარებულიყო ეს სიტუაცია თქვენთვის. ანუ თქვენ აქ შესაძლოა გულწრფელად ელოდებოდით, შესაძლოა რესურსიც კი ჩადეთ ამ სიტუაციაში, ხო? ელოდებოდით გულწრფელად, რომ აი ახლა და არ მოყვა განვითარება ამ სიტუაციას პირიქით, ხო? და ისევ მამაკაცის კარტი ამოვიდა, კვერთხების მეფე. ვინც პიროვნება ჩაიფიქრეთ მით უმეტეს, ვინც პიროვნება არ ჩაიფიქრეთ, უბრალოდ არ მოხვა განვითარება. ვინც პიროვნება მამაკაცმა, ან ზოგადად იმ პიროვნებამ არ იმოქმედა, არ გადადგა რაღაც გარკვეული ნაბიჯები, რასაც თქვენ შესაძლოა ელოდებოდით. ასევე, ვინც პიროვნება არ ჩაიფიქრა, უბრალოდ მოჰყვა ამ მოვლენებს ის, რომ სიტუაცია დასრულდა, всё, არ განვითარდა. მაგრამ მინდა აქ ვთქვა, რომ ძალიან მწარე იყო ეს
სიტუაცია თქვენთვის წარსულში. ძალიან მტკივნეული, მტკივნეული ენერგიებია. კარგი, ვნახოთ ახლა რა ხდება? ახლა სტაბილურობა, პენტაკლების რაინდი, ახლა მყარი სიტუაცია, მინდა გითხრათ, ნახეთ რამხელა შედარება, როგორი კონტრასტია, რა იყო? ადამიანი საერთოდ, რა ვიცი, 10 ხმალი აქვს ჩარჭობილი და თავი არ აქვს, რომ ადგეს და იმოქმედოს და აქ უკვე ნახეთ. ზის დრაკონზე მიფრინავს. შვიდად, წყნარად, ხო? ანუ აქ თქვენ უკვე სიტუაცია კონტროლში გყავთ, ამის თქმა უნდა. თქვენ აქ აკონტროლებთ თქვენს ცხოვრებას და მიმართულებას და ეს არის შვიდად, წყნარად, სტაბილურად. მოდით ვნახოთ ახლა რა ხდება ამ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ახლა რა ხდება? ახლა ხდება ის, რომ ხდება ახალი პერსპექტივები, ახალი ჰორიზონტები, განვითარება და თქვენ ფიქრობთ. შესაძლოა აქ ვიღაცები ფიქრობდნენ. მივიღო შანსი, ავირჩიო ეს, თუ არ ავირჩიო, ან რა მიმართულებით წავიყვანო ეს სიტუაცია. ასე წავიდე თუ ისე წავიდე, დავთანხმდე თუ არ დავთანხმდე. არის აქ რაღაც ფასიანი და მნიშვნელოვანი და პერსპექტიული და სტაბილური ჩემთვის თუ არ არის, ხო? მაგრამ უფრო მეტად აქტიური ენერგიები ამ სიტუაციაში, უფრო მეტად ეს სიტუაცია ახლა დინამიკაშია და აქ თქვენ წყვეთ. ცხრიანი პენტაკლების, რომელსაც ასე უძახიან პენტაკლების პრინცესას. კი, აქ თქვენ წყვეთ. თქვენ ახლა ნაღდათ არ იმყოფებით აქ ცხოვრების პოზიციაში, ვინც ელოდება, რომ ის მაგივრად ვიღაცა რაღაცას გადაწყვეტს. არა, პირიქით, თქვენ აქ უკვე საკმაოდ ისეთ პოზიციაში ხართ, სადაც იცით საკუთარი თავის ფასი, გიყვართ საკუთარი თავი, აფასებთ საკუთარ თავს. გაქვთ თქვენი ცხოვრება, იცავთ თქვენს ენერგოსივრცეს, ზოგადად თქვენს სივრცეს, ხო? და აქ თქვენ წყვეთ. ანუ თუ მანამდე თქვენ შესაძლოა ყოფილიყავით მაგალითად მსხვერპლი სიტუაციის, ხო? ახლა თქვენ აქ არ ხართ ამ სიტუაციის მსხვერპლი. და ახლა პირიქით თქვენ გაქვთ აქ არჩევანი, ხო? როგორი მოქმედოთ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. კიდევ რა ხდება ახლა? მეორეთ ამოვიდა ეს. რომ მიცეთ შანსი. იქ სამიანი კვერთხები იყო, აქ ორიანი კვერთხებია. აქ თქვენ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ახლა გაქვთ შანსი. ესე იგი, სწორად ფიქრობთ, თქვენ აქ გაქვთ შანსი და თქვენ ირჩევთ ახლა. თქვენ ირჩევთ, კი, თქვენ ირჩევთ. მიცეთ ამას განვითარება თუ არ მიცეთ, ღირს ეს ამას თუ არ მიცეთ, ხო? ანუ არჩევნის წინაშე ხართ. არჩევნის წინაშე ხართ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით წახვიდეთ, რა ირჩიოთ. აი ეს არის აქ, ხო? ავირჩიო ეს სიტუაცია თუ არ ავირჩიო. მივცე ამ სიტუაციას შანსი თუ არ მივცე, ვიმოქმედო თუ არ ვიმოქმედო, ხო? შესაძლოა ვიღაცამ უკვე აირჩია. აი რაღაც ეს მომენტები აქ. მეგობრებო, ძალიან ზოგადად ვსაუბრობ. ამიტომ თქვენ არსებულ ახლანდელ სიტუაციას მოარგეთ. ის მე რასაც ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან ზოგადად ვაკეთებ, ისედაც საჯარო გაშლას. კარგი, სავარაუდო მომავალი, შედეგი, სავარაუდო ცხრიანი თასების მიიღოთ. აქ დიდია იმის ალბათობა, რომ ამ სიტუაციიდან ის მიიღოთ, რაზეც ოცნებობთ. ნახეთ უბრალოდ როგორი კარტია. აქ რა დავამატო? მითხარით და დავამატებ. არაჩვეულებრივი, ესე იგი, ძალიან არაჩვეულებრივი შედეგი იმისი, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ. კი ბატონო. არაჩვეულებრივი შედეგი, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ. ოღონდ აქ დავამატებ იმას, თუ თქვენ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაუშვებთ თქვენს წარსულს და თქვენს ბუნებრივია იშრომებთ იმისათვის, რომ რაღაც განვითარება მოხდეს ამ სიტუაციაში. ხო, გაჩნია ხო ბევრმა სხვადასხვა სიტუაციები ჩაიფიქრა და სხვადასხვა ვითარებები, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ თუ თქვენც იმოქმედებთ, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივ შედეგს მიიღებთ. და ძალიან მნიშვნელოვანია აქ წარსულის გაშვება, იმიტომ რომ აი ეს აქ რაც მოხდა წარსულში, ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, ან შესაძლოა ბმაში იყო ის, რაც მოხდა წარსულში, ამ სიტუაციასთან, ხო? ეს უნდა გაუშვათ. აი ეს მტკივნეული მომენტი უნდა გაუშვათ და კოღო დამფრინავს ახლოს და უნდა რომ ჩემი სისხლი აი ამოიღოს და ზუსტად ეს სიტუაციაც ასეა თქვენ ცხოვრებაში. თქვენ შესაძლოა ისე აღიქვამდეთ, რომ აი ეს სიტუაცია მომკლავს და გამანადგურებს მე, მაგრამ არა. თქვენ არ უნდა შეუშინდეთ და საერთოდ დახუროთ ის, რაც იყო.
გაუშვათ ის რაც იყო, იმიტომ რომ ახლა არის არაჩვეულებრივი შანსი ამ სიტუაციის არაჩვეულებრივ გასათამაშებლად, ისე როგორც თქვენთვის სასიხარულო იქნება. კარგი, მიზეზი ამ სიტუაციის თუ რატომ მოხდა ის, რაც მოხდა და რაც არის ახლა, ხო? სულელი. აქ მიზეზი რა გვაქვს, რომ აი უბრალოდ განულდა სიტუაცია და დასრულდა და არ განვითარდა, თუ ვიღაცა მისულელა აქვს. თუ შანსი არ მივეცით რაღაცას განულდა სიტუაცია. შანსი არ ვიღაცა მისულელა და ვინც ისულელა ხედავ აქ თასების მეფე, მესამე მამაკაცის კარტი ამოდის უკვე ამ გაშლაში, პიროვნება მისულელა, თასების მეფემ შეეშინდა ვიღაცა თასების მეფეს, რომ სიტუაციისთვის მიეცა შანსი, ბევრისთვის ეს გრძნობებს და ურთიერთობას უკავშირდება, შეეშინდა ამ ყველაფრის, ბუნებრივია თქვენ შეგეშინდათ, რა თქმა უნდა, თქვენ ხართ ამ სიტუაციაში, მაგრამ აი ამან რო ისულელა, ისე უნდა. აი ეს მინდა აქ თქვა. და მიზეზიც ეს არის აქ. კარგი, სავარაუდო კიდევ პოტენციალი ამ სიტუაციის, პოტენციალი. ეს კარტი არ ჩანს და აქ დავდებ, პოტენციალი. ეს რა პოტენციალია, აბა შემიხარით აქ. ანუ აქ არის პოტენციალი თუ თქვენ აქ არის პოტენციალი, მაგრამ აქ თქვენსა და ამ ადამიანის შორის, ან თქვენსა და ამ სიტუაციას შორის არის რაღაც გასარკვეველი. გასარკვეველი. რანაირად ჩავხლართ ეს სიტყვა. არის აქ რაღაც კითხვები ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. და ანუ პოტენციალი აქ არის. და ხმლების მეფე მეორედ. პოტენციალი აქ არის, მაგრამ თვითონ ეს პიროვნებაც და თქვენს უკვე ერთმანეთის მიმართ ძალიან ისე ხართ, ხო, ვინც პიროვნება ჩაიფიქრა. აი ძალიან ხმლებზე ხართ უკვე ერთმანეთთან. და ამიტომ აქ მომავალს რო დავუბრუნდე, შესაძლოა თუ კონკრეტულ პიროვნებაზე გულისხმობთ, შესაძლოა აი ამ პიროვნებიდან კი არა, ზოგადად ან სხვა ადამიანიდან, ან თქვენი ცხოვრებისეული სტადიიდან აივსოთ და მიიღოთ ის რაც გინდათ, მაგრამ მაგალითად არა ვერა ამ ადამიანიდან, იმიტომ რომ თქვენსა და ამ ადამიანს შორის არის ძალიან ისეთი დიდი უფსკული. ამის თქმა მინდა აქ არის რაღაც გარკვეული სირთულეები. კარგი, მაშინ ბევრს ექნება აქ კითხვა, რა მოვიმოქმედო ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, რა მოიმოქმედოს ჩვენმა მსმენელმა, მაყურებელმა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომ დადებითად წარიმართოს მისთვის. რა მოიმოქმედოთ და არ შეუშინდეთ. არ შეუშინდეთ ახალ ჰორიზონტებს, არ შეუშინდეთ წინსვლას თქვენ ცხოვრებაში. ხო, აი არ დარჩეთ წარსულში, არ დარჩეთ ტკივილში, არ დარჩეთ იქ, სადაც თქვენ მიიღეთ ბევრი ჭრილობები. არ დარჩეთ იქ, ნუ გეგონებათ, რომ ამის იქით სხვა გზა არ არის. არის. უბრალოდ წადით წინ, მაგრამ ისე წადით, რომ არ იფიქროთ, არ ინერვიულოთ, უბრალოდ ენდეთ სამყაროს. ენდეთ ვისაც გწამთ ღმერთს, ვისაც გწამთ ზოგადად სამყაროს ენდეთ, სივრცეს ენდეთ, ვისაც რისი გწამთ იმას ენდეთ, ასე გეტყოდით. და ვინც პიროვნება ჩაიფიქრა, ამ კონკრეტულ პიროვნებასთან რას ურჩევთ? ამ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით ყურადღებით იყავით იმ გაგებით, რომ ამ ადამიანმა შესაძლოა ისევ რაღაცები იცუღლუტოს, ამიტომ ამ კონკრეტულ ადამიანზე არ დაპაუზდეთ და არ შეჩერდეთ, არამედ განაგრძეთ თქვენი ცხოვრება და განვითარება. იმიტომ რომ აქ არის პერსპექტივა იმისი, რომ ამ ადამიანთან სულელის არკანი სხვადასხვა, რომ ისევ იგივე გაიმეოროს. კარგი. მოდით ვნახოთ ზოგადად, მაშინ რჩევა თქვენთვის სივრცისგან, ხო? ზოგადად თქვენთვის რჩევა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ახლა. Speak out, communicate and solve the conflict. თქვი ხმამაღლა. იკონტაქტე, ისაუბრე, აქ მნიშვნელოვანია რომ იყოს კომუნიკაცია, რომ თქვენ თქვათ ის რაც გეწყინათ. ან რაც გაწუხებთ, ან რაზეც ხართ გაბრაზებულები, ხშირად გაჩნია, რა თქმა უნდა, ახლა აქ დეტალებს და სიტუაციას, იმიტომ რომ ხშირად დღესდღეობით ხშირია ის სიტუაცია, რომ გვინდა რაღაცები ვუთხრათ ადამიანს, მაგრამ აღარა გვაქვს ამის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ურთიერთობა აღარ არის ადამიანთან, ან შესაძლოა ადამიანი ფიზიკურად აღარ იყოს, ხო? ბევრნაირი ვითარება არის. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ თქვათ,
თავარია თქვენ თქვათ, მნიშვნელობა, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი კი არ არის, რომ მანდა მაინც აი იმას უთხრათ, მაგალითად იმ ადამიანს. არამედ მაგალითად აიღოთ პასტა ფურცელი თუ გეკომფორტულებათ და იქ ჩამოწეროთ ყველაფერი, რაც გინდათ, რომ ამ ადამიანს უთხრათ და შემდეგ დაწვათ ეს წერილი, ხო? ეს ტექნიკაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, იმიტომ რომ ეს ტექნიკა არის ყველაზე ოპტიმალური. რომ თქვენში არ დარჩეს ის, რაც ახლა მაინც დარჩენილია თქვენში და ეს იმდენი რაღაცაა ჩალექილი, რომ ეს ყველაფერი გიშლით წინ სხვაში. და დასაწყისში უნდა მეთქვა და სრულად დამავიწყო და ამომვარდა თავიდან, რომ 1 აგვისტოს იქნება ლამასის დღესასწაული, ხო? ეს არის ძველი კელტური დღესასწაული, რომელიც არის არაჩვეულებრივი იმისთვის, რომ ყველაფერი, რაც გავიარეთ, ეს ამ ყველაფერს გადავავლოთ თვალი ჩვენს ცხოვრებაში, გამოვიტანოთ შედეგები, მადლიერება გამოვხატოთ ჩვენ თავის მიმართ, სამყაროს მიმართ, ხო? და მოვამზადოთ საკუთარი თავი და ცხოვრება ახალი ეტაპისთვის. არაჩვეულებრივი დღე იქნება მედიტაციისთვის, სივრცის გასაწმენდად, ჩვენი ენერგიის გასაწმენდად, ბუნებაში უბრალოდ დასაჯდომად, სიამოვნების მისაღებად, ბუნებაში ჯდომის დროს, ხო? და ძალიან კარგი იქნება თუ მაგ დღეს მაგალითად გავაწყოთ სუფრას, ან გვექნება პიკნიკი, იყოს იქ პური. გამოვაცხოთ პური, ესეც ძალიან სიმბოლურია სხვადასხვა ამ დღეს, ხო? ან პურის მარცვლები გქონდეს მაგალითად. და სხვადასხვა ხილი, რომელიც ახლა ამ სეზონზე არის აქტუალური. ეს ესეთი პატარა გადახვევა ამ საკითხიდან, მაგრამ ანუ სწორად ვფიქრობ აქ, რომ ეს სიტუაცია, რაც უმრავლესობამ ჩაიფიქრა აქ, დროა რომ გავუშვათ. ძალიან განერვიულებთ ეს სიტუაცია და ბუნებრივია და მაგიტომაც ჩაიფიქრეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ამ სიტუაციას თქვენს გონებაში უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე რეალურად. რეალურად ამ სიტუაციამ თავის სიძლიერე დაკარგა თქვენს ცხოვრებაში. მაგრამ თქვენ მაინც იქ ხართ, მაინც იქ ფიქრობთ ამ სიტუაციაზე, ხართ მაინც აი ასე ვთქვათ, ჟარგონულად ჩაციკლურები, ფოკუსირებულები, ხო? მაინც ამაზე. და კიდევ ერთი რჩევა. მიმართეთ აქ მედიტაციებს სიძლიერეს არკანი მეორედ, დუბლირება. მიმართეთ აქ სულიერ პრაქტიკებს, ხო? შეგიძლიათ თუ გაქვთ სურვილი იყოს ლოცვა, იყოს მედიტაცია, ვის რა, ხო? ვის რა გსურთ? ვის როგორი სულიერი პრაქტიკები გაქვთ? ძალიან ეფექტური იქნება სხვადასხვა სულიერი პრაქტიკები და მედიტაცია. აი ძალიან არაჩვეულებრივი იქნება, რომ თქვენი გონება დამშვიდეს. ასე რომ ასეთი რჩევა აქვს თქვენთვის, ასეთი პატარა კელტური ჯვარის გაშლა, მაინც შევცვალე და მაინც არასტანდარტული, ხო? არ ინერვიულოთ, მერწმუნეთ, ყველაფერი რთული გარდამავალია. თავარია ჩვენ გავუშვათ. ეს გაშლა დატენილია იმაზე, რომ ამ გაშლის ყურების და მოსმენის შემდეგ თქვენი ცხოვრება დადებითი რაკურსით წავიდეს და შეიცვალოს. მაგრამ ამისთვის მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების მთავარი გმირი, რასაც იფიქრებთ, რასაც გადაწყვეტთ, რასაც იგრძნობთ. ეს ყველაფერი იპოვის ადგილს თქვენს რეალურ მატერიალურ ცხოვრებაში. ასე რომ გისურვებთ სიყვარულს, სიხარულს და ბედნიერებას და უშვებთ თქვენსკენ. ვისთვისაც რეზონირებს, ვისაც მოგიწონათ ეს გაშლა, აუცილებლად დაალაიქეთ, დამიტოვეთ უკავშირი. მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე და ვისაც არის გამოგიწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ. დროებით.